იცი რა იყო? მაგალითად მე მყავდა მეგობარი, რომელიც ხატავდა მშვენივრად. მაშინ ხატავდი გმირებს, მებრძოლებს, გენერლებს, ჯარისკაცებს, ომის მერე თაობა ვიყავით ჩვენ, ხო? მე ვერ ხატავდი. სამაგეროდ იმას აბსოლუტურად არც ერთი ლექსი არ იცოდა. არ იზიდავდა ლექსი. ესე იგი მე აღმომაჩნდა ლექსის ზნენი და იმას აღმოაჩნდა ხატრობის ზნენი. მარტო ნიჭი არ არის, ესა რაღაცა დამახასიათებელი ორგანული ბუნებრივი, რომელიც ადამიანებს განასხვავებს. ჩემ შემთხვევაში ეს არის ლექსის ზნენი, ასე ეძახდნენ ჩვენში. იცოდნენ, გამოცილი ქონდა ჩვენი მხარე იყო პოეზიის მხარე, ფშავი, პოეზიის მხარეა. ეს არის ვაჟა-ფშაველა. 1913 წელი ვაჟა-ფშაველა, პაპაჩი. ქიტუხარანაო. მეც სახლში ვარ. შენ სახლში ხარ. დედამიწაც შესულა სახლში. ვიცქერის ფანჯრიდან. რა ქნას კაცმა? სმენია, რომ უნდა გაუფრთხილდე ბუნებას. სმენია, რომ უნდა გაუფრთხილდე ტყეს. ვაჟა-ფშაველა ტყეს გადაყვა. სულ კონფლიქტი ქონდა მეტყევეებთან. და ახლა იმ მეტყევებს ისე რა უნდა გაეჩეხათ, როგორც ეხლა ამის შესაძლებლობა, ხო? ეხლა ხის მოჭრას რა უნდა, ხო? ტყეს რა დალევსო, ესეთი ის იყო ოდითგან. ტყეს რა დალევსო, გესმის? და ეხლა რა ხდება? ეხლა ხდება ის, რომ ტყეები, ჩვენი ტყეები ნელ-ნელა ემსგავსებიან ტყე-პარკებს. პარკი არ შეიძლება, ტყე უნდა იყოს ველური ადგილი. ბუნება სწორედ ეგ გითხრა, რომ ასე ნუ არ ცხოვრობთ. აი როცა აქ და ახლა ხარ და ახლა წდება აქ შენი ბედი, ეს შესანიშნავი მიგნებაა. ეგ ადვილი არ არის, რომ აქ და ახლა ისწავლოს ადამიანი, ეს მე მგონი ეს კაცობრიობის ოცნება იყო. აქ და ახლა და რო გარბის ადამიანი, ხო, იმიტომ ყველაფერი რაც ხდება. იტყვიან კარგად ვარ და იტყვიან ცუდად ვარ და გონიათ რომ გათვალას თავის თავს ადამიანი რო თქვას კარგად ვარ. ამ დროს ცუდად ვარ რო ამბობს ადამიანი, ხო? ამ დროს მას ამინს უცემს ვიღაც ზემოდან ამინო. ცუდად ვარ რო ვეტყვი. ამიტომ უნდა თქვა რომ კარგა ხარ. კარგა ხარ იმიტომ რომ აქ ხარ და ახლა ხარ, ხო? აი ესა პატიოსანი პასუხი და არა ეგოისტური. ჩვენ სულ ველით. ადამიანი სულ ელოდება. თანაც ელოდება სასწაულს. და ამით რაღაცას აფერხებს, იცი? აფერხებს ესმის შემთხვევა რომ მოვიდეს შენთან. მოლოდინისთვის არ უნდა იყო ადამიანი. აქ უნდა იყო და ახლა უნდა იყო.